გამარჯობათ, მოგესალმებით ვირფასო ტელემაყურებლებო. Გავნაზობთ ჩვენს გადაცემას, ჩვენ კვლავ ტელეპლუსის ეთერში ვართ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ჩვენს ქვეყანაში შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. ასევე შევეხებით ქვეყნის გარეთ მიმდინარე მოვლენებზე, რომლის საფუძველზეც დღეს გინდა არ გინდა ჩვენი სამეზობლო არის და იქ განვითარებული პოლიტიკური მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში შიდა პროცესებს მოქმედებს. Ну, მოკლედ, ხელისუფლება, რომელიც დღეს მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში, არის ხანდახან რაღაც გარკვეული პროცესები, რომლის საფუძველზეც ხელისუფლება რაღაც შეცდომებს უშვებს, მაგრამ არის რაღაცა გარკვეული დეტალები და მნიშვნელოვანი საკითხები მოქალაქეებისთვის, რომლებსაც რაღაც ლავირებიდან გამომდინარე აბალანსებს და შესაბამისად ხალხის საკეთილდღეოდ არის ყველაფერი მოქმედებები ის, რასაც ახლა დღეს დავუშვათ ჩვენ გავაჟღერებთ, რადგან თქვენ გაგად მოგეხსენებათ, რომ რაღაც არის კაბალური კანონები ამ ჯარიმებთან დაკავშირებით, ამ სატრანსპორტო ჯარიმებთან დაკავშირებით და სხვა დანარჩენი ჯარიმებთან დაკავშირებით მოსახლეობას ძალიან ცოტა არ იყოს დააწვა კისერზე. ასევე მოსახლეობას აქვს განცდა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, რაც გინდა ასე თუ ისე იმედი დაგაგა მოსახლეობა. არის ახლა პოლიტიკურ და დაპირისპირებები ეგრეთ წოდებულ ოპოზიციასთან მიმართებაში. დღეს ჩვენ ამ საკითხებზე გვექნება საუბარი ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის პოლიტპატიმარი ბატონი ზაზა გვიმრაძე. მოგესალმებით ბატონო ზაზა. მოგესალმებით ბატონო ტესტან და მადლობთ მოწვევისათვის. მადლობთ რომ მობრძანდით თქვენ ჩვენთან დღეს სტუმრად და ვისაუბრებთ იმ შიდა პრობლემატურ საკითხებზე, რა პრობლემატური საკითხების დღეს ჩვენი მოსახლეობის წინაშე დგას. ასევე თუ დაგვრჩება დრო, შემდგომ შევეხებით საგარეო საკითხებსაც, რომელიც საკმაოდ სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენ ქვეყანაზე. ბატონო ზაზა, ამ ბოლო დროს რაღაც ცოტა არ იყოს მოსახლეობის საქმიდან უკმაყოფილება იყო ამ ჯარიმებთან დაკავშირებით, სატრანსპორტო საშუალებების კუთხით, სადაც მართლაც რაღაც საშინელი მდგომარეობა იყო, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რაღაც უსაშველო ჯარიმები. შემდგომ ეს რაღაც ხაფანგები ქუჩებში გაიგე კამერების სახით და აი თბილისიდან ქუთაისიდან რომ ჩასულიყავი 500 ლარი მაინც გეწევოდა გზაზე ჯარიმები, მაგრამ ეს ყველაზე მაგრამ ყველაზე ასევე ქალაქშიც გადაადგილებასთან დაკავშირებით კი აუცილებელია ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა დარღვევებთან დაკავშირებით უნდა იყოს რაღაც გარკვეული ზომები და უნდა მოქმედებდეს სულ ადამიანმა პასუხისმგებლობა იგრძნოს და არ უნდა დაარღვიოს მოძრაობის ესე იგი მაგრამ ძალიან ესე იგი რომ მეტყვი გაზრდილი ჯარიმები იყო და გაბერილი ჯარიმები იყო რაც დააწვა ხალხს კისერზეც და დღეს გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე და მან გააკეთა განცხადება რომ ჩვენ რაღაც გარკვეული შემსუბუქებას და შერბილების კუთხით დავიწყეთ მუშაობას და ჯარიმებს შევამცირებთო. აი იმ რაოდენობის აღარ იქნება და შესაბამისად დაბალანსდება ისე რომ მოსახლეობას არ დააწვეს კისერზე და ცოტა არ იყოს პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეთ ჩვენი მოსახლეობა. ნუ ახლა ერთი მხრივ ჯარიმები დარღვევასთან დაკავშირებით უნდა იყოს და აუცილებელიც არის, მაგრამ ის რაც იყო, ხო ის იყო საშინელება. კაბალური ჯარიმები იყო. რამდენად ეხლა ეს გაათვითცნობიერა ხელისუფლებამ ეს და იმუშავა ამასთან დაკავშირებით და ესე იგი დარწმუნდნენ რომ მართლაც რეალურად ეს ხალხზე მოქმედებს და ხალხთან მიმართებაში გადადგმული ნაბიჯები არის თუ რაღაც გარკვეული პიარის სახით ეს ყველაფერი. არ ვიცი ბატონო ტესტან, ხალხს რომ ეს ჯარიმები აწევს კისერზე და ძალიან დიდი ჯარიმები ამ მანქანების გადაადგილებასთან, პარკინგთან დაკავშირებით კიდე გადასახადები, ყველაფერს ფასი აქვს აწეული ქვეყანაში. ხო შეიძლება სურსათზე ფასია მომატებული ჯარიმებზე ხალხმა რა ქნას. უსამართლო თუ ის კაცი ამხელა ჯარიმებს კაცო. აი ოდნავ რომ შედგა თეთრზე, ხო, დადო, ხო, ეგრევე ჯარიმა მოგდის, ხო? არ არის იმხელა გზები ამ ჩვენ თბილისში. რომ გამყოფი, კაი, ორი ზოლია, მაგრამ დადგა რა იქ ერთ ზოლზე, მანქანა თვალი არაფერს არ უშლის ყელს, იმაზე ჯარიმა მოვა. ყველაფერზე ჯარიმა ხო არ შეიძლება. ხალხი გადაიღალა რა. არა, პროდუქტი იყიდოს, ჯარიმის ფული იყიდოს. მომატებული ელექტროენერგიის ფული გადაიხადოს თუ რა გადაიხადოს. ყველაფერზე ფასებია მომატებული და ხალხს ამოსდის ეს ყელში.
თან სოციალურად არა ვართ, ეკონომიკა კი მიდის წინ ბატონ ტრისთან, მაგრამ რო ვატყობთ ხალხის მდგომარეობას, ხალხის მდგომარეობა არ მიდის წინ. როგორ მიდის ეს ეკონომიკა წინ და როგორ ვითარდება და როგორ იზრდება? ხო უნდა ეტყობოდეს ხალხს და ხალხის ჯიბეს და ხალხის მაცივარს კაცო. არა რა არის იცი ბატონო მომისმინეთ ახლა მაგაში მე თქვი ვერ დაგეთახმებით რადგან ახლა ფაქტის სახეზე არის კაცო ამ ხელა ფასია საწვავის ფასია აი თითქმის 4 ლარზე ასული საწვავი ხო ქალაქში მაინც სასურვები არის აი ეგეთაშია საქმე არ შემცირებულა ტრანსპორტი არ შეამცირა ტრანსპორტი რატო რატო ვამბობთ იმას რომ ხალხი აი უბრალოდ რა არის იცი თვითონ საზოგადოებრივი ის უნდა იყოს ეს რაღაც გარკვეული შიდა მოწესრიგება იმისა რომ ადამიანმა პასუხებლობა უნდა იყოს თვითონ თავისთავზე რომ შენ თვითონ თუ არ მოწესრიგდი შინაგანად და აგადახედე შექმნილ მდგომარეობას ქალაქში ხო როგორი მდგომარეობაა და რა საშინელი სასწაულები არის ხო აქედან გამომდინარე არსებობს მუნიციპალური ტრანსპორტი მეტრო ავტობუსი არაჩვეულებრივი არის მე მაგალითად ჩემი საკუთარი ტრანსპორტი დაყენებული ყავს სახში დავდიო სახელმწიფო ტრანსპორტით ხო არაჩვეულებრივი საშუალება არის მაგრამ ეხლა მე მაგალითად მივესალმები ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით რომ მათმა მართლაც გაათვითცნობიერეს და ეს არ არის ცუდი, კარგია პირიქით, კარგი არის დაშვებული შეცდომის გამოსწორება, რომ იყო საშინელი ჯარიმები, გაზრდილი იყო ჯარიმები. ყველანაირად გაზრდილი. ხო, გაზრდილი იყო ჯარიმები და დღეს ახლა უკვე გამოვიდნენ და თქვეს რომ მართლაც შეცდომები დაშვებული იქნა, არასწორად იქნა კანონი მიღებული ჯარიმებთან მიმართებაში და უნდა გადაიხედოს და უნდა რაღაცნაირად შემცირდეს ეს ჯარიმები. ეს კარგი და კარგი არის. ეს კარგია ხელისუფლება. კარგია, კი. როდისთვის შევამცირებთ, რომელ წელშიო? აი ახლა დაიწყეს უკვე მუშაობა. ო, ესე დაიწყეს. რა უნდა სურსათის ფასებზე და რა უნდა მაგას დაждები ერთ კვირაში გადახედავენ და დამთავრებული საკითხი არის, ხო? რა პრობლემაა? სწავლეს რომ ძილ. არა, ეს ფათემა არის, ხო საკითხი. აი, ყველაფერი ერთმანეთზეა მიბული ბატონო ტრისა რა. ჯარიმები რომ გაზრდილი იყო და ჯარიმები რომ საშინელი მარტო ეგ არის გაზრდილი, არტო ეს კოჩო. არა, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ანუ ესე იგი, მოდი ასე ვთქვათ, ეხლა კი ხელისუფლებამ გააკეთეს, ხო? ხელისუფლებამ გადადგა ის ნაბიჯები, რომ გაათვითცნობიერა და თქვა, რომ ხალხისთვის არის მე მივესალმები, განამი არ მივესალმები. არა, რასაც აკეთებს, უნდა მივესალმებ. მე საზოგადო ტრანსპორტით დავდიო და ძალიან კარგად კომფორტულად. უნდა მივესალმოთ, რასაც კარგს აკეთებს. გაიგე? ამაზე ვერ გააკრიტიკებ ხელისუფლება შეიძლება გააკრიტიკო იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც მან თავისუფლზე მიიღო ეს არასწორი კანონი და ეს ამხელა გაბერილი ჯარიმები იყო, კიდევაც გამოვდიდეთ, უნდა ვამბობდით და ვეუბნებოდით, რას აკეთებთ? ეს არ შეიძლება. ეს არის ხალხის საწინააღმდეგოდ ყველაფერი ისედაც ასე ყოფაში მყოფ ადამიანს ამ ჯარიმებს უზით, ამას ვამბობთ, მაგრამ დღეს გამოვიდა თქვა და გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ შევამსუბუქებთ ამ ჯარიმებს და შესაბამისად გავაკეთებთ ის, რომ ადამიანის ჯიბეზე და მის კისერზე არ იმოქმედოს. მადლობთ თვითფასო ხელისუფლება, რომ ამას აკეთებს, ეს კარგი არის და ასე უნდა გააკეთოთ ყველა ის დაშვებული შეცდომები, რომელიც თქვენ დაუშვით შეცდომები, უნდა გამოასწოროთ ის და ხალხს უნდა აგზნობინოთ, რომ მას ყავს პატრონი და მას ყავს ხელისუფლება. ბატონო ტრისა, მეორე რამეა. დიახ. უმეტესობა მანქანებით, ვინც გადაადგილდება ეს მარტო კომფორტისთვის კი არ არის. საშუალება იმისთვის არის, რომ ბევრი ამ მანქანით რო ადგილდება, ლუკმაპურს შოვლობს. ახლა არა, ზოგ დისტრიბუციასავით აქვს ეგ მანქანა რაღაცები ჩაალაგებს ერთ. კი, ზოგი კურიერი არის რაღაც. კურიერია, რაღაცები მუშაობენ და ლუკმაპურს შოვლობენ ხალხი ამბულდა. შენ ამ ხელა ჯარიმებს და იმაშები აღარაფერი ჩება რა. არ შეიძლება მოსახლეობას ჯიბეში ხელი ჩაუყო ყველაფერზე რა. და მოაცალო ის ბოლო კაპიკები რა. ის იმიტომ რომ ეს კაი შედეგს არ მოიტანს ქვეყნისთვის რა. ესე ქვეყანა ვერ წავაწი. კარგია რა. ეხლა კარგია რომ ეს გააკეთეს ეს ჯარიმებთან დაკავშირებით. კარგია, მაგრამ უნდა შეამციროს. მაგრამ ეხლა ჩვენ უნდა ვთქვათ ხელისუფლებას, კიდევ შევახსენოთ ხელისუფლებას. ეხლა იქ ვიღაცეები ყავთ გიზით, რომლებიც სპეციალურად გიკეთებენ, აკეთებენ ასეთ რაღაცას სისულელეებს გაიგე და მე თავსატეხი გიშდება და ანუ ხალხი გიპირისპირდებათ და მე უკვე თქვენი იმაზე არის უკვე კისერზე და მხრებზე არის ის დაპირისპირებული რაღაც არასწორი მიღებული კანონ
პროექტების გამოსწორება. თავიდან უნდა გააკონტროლოთ ეს ყველაფერი, რომ თავიდან არ უნდა იყოს ესეთი საშინელი ვინც შემოიტანა იმ პროექტი, თავიდან რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მე მახსოვს კარგად დარახველიძე იყო, ხო? აი ეს კანონ პროექტი შეიტანა, ხო? ჯერ დარახველიძეს დაგეძახები და გეთქვეს რა არის ბიჭო საშინელება, რეები შემოგა, კაცო და როგორ შეიძლება ეს ხალხი აქ არა ვართ იმ მდგომარეობაში რომ ხალხმა ამხელა ჯარიმები იხადოს, მაგრამ ნუ არა უშავს გამოასწორეს, მაგრამ ეხლა რა არის? ეხლა არის საშინელება, კაცო, პარკინგთან დაკავშირებით. ეს პარკინგი რა? დადიან ეს ქალები, მით უმეტეს ეს უზდელი ქალები, გაიგე? აუ, რამეს ეტყვი, გაიგე, აქეთ ისე დაგიწყებენ, გალანძღვებს იმას და მე ისე თუ ადგილას დადიან უკვე და დაიარებიან, გაიგე, ეტყობა გეგმა აქვს. თუ რა აქვს, ვერ გავიგე. ქალაქში იმას ვაკრიტიკებდით ის უგულავას დროს რო ის იყო რაღაცა რა ერქვა იმას ბატონო სიტი პარკი. თუ რა ჯანდაბა ერქვა. და ამემა უფრო მეტად გაზარდეს ახლა სიტი პარკი იყო ხელში ამოსული და ამემა ამ პარკინგ დადიან ეს სად გააჩერო მაშინ მოაწესრიგეთ ქალაქში დასაყენებელი ადგილები და მერე დააწესეთ ჯარიმა თუ დაარღვევს ადამიანი კაცო რა ქნას ამ ადამიანს სად გააჩეროს მიდის კაცი სამძიმარზე არ არის ადგილი ტროტუარზე რომ შეაყენოს გაჯარიმეს მოდის ის ქალი იწერს ამას გაჯარიმეს სად დააყენოს სად გააჩეროს იმ ახლო-მახლოში არ არის ადგილი ამას ყველაფერს ხომ უნდა გვათვალისწინება რა. ან ისე ეს მომუშავე ადამიანებიც ისე მაინც ჩაუტარეთ ერთი რაღაცა ახსნა გამატებითი მუშაობა ამ ადამიანებს რომ ესე არ შეიძლება მოიქცო ყველაფერზე ჯარიმა უწეროს. მე ეუხეშებიან კაცო კიდე თავის სახლის წინ. იქ დაუყენეს კაც ნიშანი ვაგაჩერებაცა იქ ცხოვრობს. წინ სახლის წინ. დაუჯარიმეს მანქანა. ეგ როგორ შეიძლება კაცო იქ ცხოვრობს და ვერ დააყენოს თავის სახლის წინ მანქანა კაცო. მე ყველა გადაადგილდება ყველა თანამდებობის პირი ეხლა მე არა მაქვს ლაპარაკი პრეზიდენტზე, პრემიერ-მინისტრზე, იმებზე, ვისაც მინისტრი თუ მიდის, მოდის, მაგრამ ეს მანქანები, გინდა პარლამენტის მანქანები, კაცო რა, სულ ყველგან მანქანებით რო დატო უნდა იაროს იმათო. სამუშაო საათი ხო აქვს. პრემიერ-მინისტრს დაუშვათ იმასაც. თუ მაგ თანამდებობს ხო, მაგრამ პარლამენტის წევრებზეც ვიძახი და იმებზე. ცოტა მოუკელით რა მანქანებით სიარულს რა. ის მართალბრძანდებით. ძალიან ბევრი ავტომობილია, ძალიან ბევრი სატრანსპორტო საშუალება დაიარება დღეს ქალაქში და ამას ჩვენ უნდა რაღაცნაირად თვითონ უნდა გავუწიოთ კონტროლი და ჩვენ თვითონ უნდა მოაწესრიგოთ ეს რადგან ეს ჩვენ ჯანმრთელობაზე მოქმედებს, ჩვენი შვილები ჯანმრთელობაზე მოქმედებს. საშინელება მე დილას ადრე გამოდივარ მაშინ. სუნია. დილას საღამოს ერთი გადმოხედე თაწმინდი და რაბოლიადის ქალაქს. დილას მე მიწევს ადრე გამოსვლა სახლიდან სადღაც 7 საათზე, 7:30-ზე. ესე იგი საშინელი მდგომარეობა არის ეს რო დგას რაღაც ბურუსივით რო დგას გაიგე ეს გამონაბოლქვი გაიგე ნუ ხლა ვერ მოაწესრიგებთ იმას იმ გამონაბოლქვის საკითხს გაიგე იმიტომ რომ არა ვართ ახლა ჩვენ დაუშვათ იმ ფუფუნებაში რომ ყველა იმან ადამიანმა ახალი სატრანსპორტო საშუალება შეიძინოს მაგრამ იმის მოწესრიგება ხო შეგვიძლია რომ თითო ოჯახში 3 მანქანა რო არის კეთილინებოთ და 2 და იმასენში გააჩერეთ და ერთი დიარეთ კაცო და ცოტა არ იყოს შევამსუბუქოთ ქალაქი რა არ შეიძლება ცოდუები ვართ ყველანი ცოდუები ვართ აი ვეღარ გადავადგილდებით ეხლა მე მაგალითად რო გამოდივარ ქუჩაში სასტრაფოები ვერ მიდიან ხაცობში გამოდივარ ვერ იციან დააგვიანა სასტრაფო სასტრაფოები სახანძრო მანქანები ერგი მანქანები ხო ის სასტრაფოათო ვერ გადაადგილდებიან ხო უყურებ უსიგნალ საწავიდეს ის კაცი მოადგა არც იქითაა გასასვლელი არც სასტრაფოს რა ქნას სასტრაფო არა და მიყავს ეხლა რომ მიდივარ ქუჩაში რომ მიდივარ ხო გამოძახებაზეა ქუჩაში რომ მიდივარ ბიჭო გინდა არ გინდა მიწევს შუა ხაზზე მიდამი სიარული და რატო იმიტომ რომ საფეხმავლო ბილიკები რაცა ჩვენი ადამიანების ის სუსტად მანქანები დგას იქ ავტომობილები დგას ის დაპარკინგებული ვერ გაივლი გაიგე რომ დავადებ თავსაც ავალ ამ შუა გზაზე გაიგე და იქიდან ხანათი მანქანა ჩამიკროლებს ხანათი მანქანა ჩამიკროლებს გაიგე ხო და არ შეიძლება კაცო ასე რაღაცა დაგვიტოვეთ ჩვენს ადამიანებს რომლებიც ფეხით ბატონო კიდე მეორე რამეა ტროტუარები გაზარდეს და მანქანის მოსიარულე ზოგადად შემცირებულია პირიქით რომ უნდა ყოფილიყო შემცირება ფეხით მოსიარულე ადგილი ძალიან კარგად გადაადგილდება ხალხი ფეხით რა ხო ახლა მე კიდევ რა არის დონე რაც იყო რა იცი რა მე ეხზე ვფიქრობ ეს იმიტომ გაკეთდა რომ პირველ სართულებზე რომ გახსნილია კაფეები ბარები სახლებთან იმე და ფართები გაუდიდეს რა ну გარეთ გამოიტანოს კამები და ეს გარეთ გამოტანა და ეს ახლა სოფლიოში ასე არის გაიგე განა არ უნდა იყოს მეთქი მე კი არ ვიძახი მაგრამ ის ხო ყოფნიდა კიდე გადმოსცეთ აკვამდე მანქანა ვეღარ გადის კაცო იქ
რომ გაადიდე და ასფალტი რო დაააგე და გააკეთე ის ქუჩა და გაზარდე ფეხით მოსიარულეს ადგილი. ახლა მეთქე თბილისის ქუჩების განლაგება კარგად ვიცით ჩვენ როგორი ვიწრო ქუჩები არის თბილისში. ეგრე არის. ხოდა ვუსდით იმისთვის და ეს კაფეები გარეთ არა თვითონ რელიეფია ესეთი რომ ვერ გააფართოვებ. გავიგე გაფართოებულია ბევრ ადგილას. კი. სადაც შეიძლებოდა ვაკეში, რუსთაველზე იმ ვაკეს საერთოდ ვეღარ გევლი ტრანსპორტით რა. სანდა ვაკეში ვაფშე გასვლა არ მინდა სახლი მაგი გახედვაც არ მინდა. ვერ მიდიხარ წესიერად ამ ვაკეში. საიდან გაუნა მიხვიდე. ამიტომ არის მე რას ვიძახი ეცი ამას ხო შედახა რაცა უნდა ხელისუფლებამ აგიგზალოს, გაჯარიმოს, გაიგე, მაინც დადიხარ, გაიგე და ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა მოვწესრიგდეთ, ჩვენ თვითონ უნდა მოვაწესრიგოთ ეს ყველაფერი და ამიტომ არის გამოსავალი რომ კიდევ ვიმეორებ, არის 4 მანქანა, არის ახლა საქართველოში მოდი რა პირდაპირ თქვა კაცო, თითო ოჯახში 4-3 მანქანა არის რა. არის. ბევრს ეგრე ყავს. არის ძალიან უმეტესობას ასე ყავს. უმეტესობა. ხო და მას გინდა ცოტა შეამცირეთ ახლა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება და ახლა გასაგებია წილოსანმა რაღაცა დაარტყა და თქვა გაიგე და იმასთან წილოსანის იმას კი არ ვარ ვიმეორებ რა ქვია იმას სხვა კონტექსტში თქვა სხვა ფორმითაც თქვა ჩვენ მე კიდევ სხვანაირად ვამბობ გაიგე რომ ჩვენზე მოქმედებს ეს დამიჯერეთ ჩვენ ძალიან ცუდი მდგომარეობა არის ქალაქში ამი ვეღარ სუნთქავს ქალაქი ვეღარ სუნთქავს ჩვენ ისიც არ ვიცით რას ჯერ ამ სიმაღლე კორპუსები მშენებლობები მე სატრანსპორტო საშუალება და ჩვენ ვართ აი ესე დიდ ქვაფში ვართ რა გაიგე და ვიხარშებით ამ ქვაფში თან ბატონდეს და მეორე რამეა რა მე მგონია რომ საწვავიც არ ვარ ჩვენ საქართველოში რა ჩემოდის საერთოდ არ ვარ საწვავი საწვავი არის რაღაც დაბალი ხარისხის მაგრამ ფასები აქვს რაღაც ევროპული ფასები აქვს ამ საწვავს რა ეხლა რა არის კიდევ ვიცი ბატონო არ საწვავი მოწდება არაფერი არ მოწდება რა მოწდება ერთი მითხარით რა პროდუქტი შემოდის არ მოწდება საზღვარზე გადმოდის პროდუქტი კვების იქნება თუ რა იქნება და რაღაცა ხო უნდა მოწდებოდეს კაც სურსათი ხო უნდა მოწდებოდეს მაინც აი საწვავს არა მოწმებთ არა სურსაც რას ჭამთ ესენც ხო იმას ჭამენ კაცო ის რო შემოდის რაღაცა ხო ვინ ჭამს მაგას ყველა თელი მოსახლეობა ხო უნდა და მთავრობის წევრი იქნება თუ პარლამენტარი რაღაცა ხო უნდა იყოს მოწესრიგებული რაღაცა რა რაღაც სტანდარტებში ხო უნდა ჯდებოდეს ყველაფერი რა გამოდის როგორ გამოდის რა სუ სასუქებით არის გაჟღენთილი რა ამ ხელა პამიდრები რო გაიზრდება აბა იმას სასუქებით ახლა ისევ ნატურალური პროდუქტი ვერ მოხავს ბიჭო არ არის ბიჭო ის კლიმატი არ არის გავიგე ბატონო ტრისტან მაგრამ არის ბიოსაშუალებები და არის მეორე რამეც რომ იმას რო აყრი გვარჯილა თუ რაც ქვია თუ კალიუმის გვარჯილას ყველაფერს რაც აყრი იმას თავის დოზა უნდა ეგ გასაგებია. ნუ ახლა მაგ სოფლის მეურნეობის კუთხით მაგ სპეციალისტები უნდა დასწრნა ისაუბროთ მაგასთან დაკავშირებით თვითონზაზა ჩვენ დღეს აი სწორედ ამ პრობლემატურ საკითხებია მაგის მაგრამ ყოველ შემთხვევაში კარგი არის კიდევ მეორე ჯარიმებთან მიმართებაში თუ მივე სალმები ორივე ხელი და ხალხი მაგრამ ახლა არის მეორე პრობლემა აქეთ ნუ პარკინგი თქვით და ეს პრობლემა არის და ახლა ხდება ბიჭო მოდის გაჯარიმებს გაიგე გიღებს სურას გაიგე და წესით მესიჯი უნდა მოგივიდეს გაიგე რომ დაჯარიმებული ხარ და რაღაცები ეს მესიჯი როდის მოვა გაიგე უკვე დრო გასული არის ამ ვადები გაწურული არის გაიგე გამოწურული არის და მე კიდევ საუბრები გეკისება საშინელება გაიგე ой საუბრები რა არის საუბრადასადო ვალდებულება მაქვს თუ რა ხო და ამის გარდა კიდევ ახლა ამ პარკინგთან არის მიმბული ეს მე ახლა უკვე მერიას ეხება ეს როგორც პარკინგი ასევე კიდევ არის უკანონო მშენებლებთან დაკავშირებით ჯარიმები რაღაცა საშინელი ჯარიმები ახლა ადამიანა რაღაცა პატარა ორი ბლოკი დადო გაიგე და მოდის თავის სახშიდებს კაცო რატო ის ხო თავის საკუთრებაში ასაც უნდა იმას გააკეთებს თავარია ქუჩის ხედი არ დააზიანოს და რაღაცა თავის სახში ახლა საკათმე რო გააკეთოს ბლოკის კაცმა იმაზე უნდა დააჯარიმო არა რა არის მე გეტყვი ხა მომისვინე რა ხდება კი ბატონო ისა რაღაცა გვინდა გავაკეთოთ ხო დაუშვათ სახში რაღაც ან კედელი დაზიანებული არის გამოცვალო იმის საშენის ბლოკი ხო იქ რაღაცა გინდა მიამატო ხო ბიჭო მიდიხარ გაიგე მიმართავ ხო რომ დებართო გაიკეთო ხო მაგრამ აუ იქ არის საშინელება სულ შეგზარდება რა შეგზიზღდება გაიგე რომ სანამ ნებართვებს და იმას მოგცემენ ხო მიწის დაკანონებაც ეგრე არ არის თავის საკუთრებაში კაც 60 წელი ვერ გაიგებ თავს და ბოლოს გაიგე ვერა მართალი არც მეც იმას ხო და მე კიდევ აი გააკეთე შენ თვითონ რაღაცა გადმოგეგრა კედელი აღადგინა და მოდის ზედამხედველობა და 25000 ლარი ჯარიმას გატყავს 10000 ლარი ჯარიმას გატყავს ძალიან ბევრი არის ესეთი შემთხვევები და ძალიან ბევრი არის ისეთი შემთხვევებიც რომ ადამიანს არა აქვს რაღაცა გადადგმული ნაბიჯი ამ შენობას
დაკავშირებით და მოდიან პირდაპირ აჯარიმებენ. ბატონო კახი, კარგი არის რომ ქალაქს ასე კარგად აკეთებთ ეს მე მომწონს. გასაგები არის რომ უნდა გაკონტროლდეს საამშენებლო მიმართულებას და არ უნდა იქნეს ათვისებული ისა დაუკანონებელი მიწები, მაგრამ ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში. თბილისი არის უკვე საშინლად უკვე გადატვირთული ადამიანებს ჭირდება ცოტა ადამიანი ახლა მრავლდება სახლში კაცო ხო ეხლა ორი სული რო იყო იმათ ორი ოთახი ყოფნიდათ ხო მაგრამ ეხლა ხო ბავშვები გაჩნდა ის გაჩნდა ხო არა აქვს იმ ბინისყრის საშუალება და ეს აი კვეძობინებში ვიცხოვრობენ იმათ და მიამატეს მომატეს რაღაცები და ამაზე რაღაცნაირად უნდა დააბალანსოთ ეს და რაღაცნაირად ოპერატიულად უნდა მოხდეს ნებართვების გაცემა რომ ადამიანს შეძლოს მომატება რაღაცა თავის ეზოში ამის გარდა ძალიან ბევრი ჯარიმები და ძალიან ვთქვათ რა ექნება თქვენს რაღაცა ნაბიჯები გადადგათ იმასთან დაკავშირებით რომ ამ უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი ჯარიმები ამ პარკინგთან დაკავშირებით ეს საურაებიდან გამომდინარე ხალხს უკვე აი ფაქტიურად დაყადაღებული აქვს და ისა ანგარიშები და ეს რაღაც პრობლემები წინაშე არიან ხო ეს პრობლემები უნდა მოიხსნას რა ცოტა ადამიანმა იგრძნოს რომ მართლაც მასე ზრუნავენ და მართლაც მასე რაღაცა ფიქრი არის და არა ის რომ აი ესე მუდმივად წრეხის ქვეშ ვყავს ხალხი აი იგი ამ კუთხით ან რაღაც ამინისტია გამოუშვით ამ საშინელი ჯარიმებთან დაკავშირებით დააკლონ ყველაზე კაი იქნება დააკლონ და ხალხიც არ იმას იზავს რა და ყველაფერზე ხალხი თვითონაც ცდილობენ მაგრამ ვერ აყენებს აი მიდის სადა პარკინგის დროს არასად არ არის პარკინგი რა ქნას ამ ადამიანმა სად წავიდეს სად გააჩეროს მოუწია მანქანით გამოსვლა ქუჩაში და გადაადგილდებოდა იმიტომ სასწრაფო საქმე ქონდა რაღაც გასაკეთებელი და მანქანოდ ვერ შეძლებდა ხო ეს ხალხი ცოდოა დისტრიბუციის მანქანებსაც როგორ აჯარიმებენ კაცო ის დისტრიბუცია ცოდოა ვერ არ არის გაჩერება რომ დგას ასე მანქანები ჯაყრო მოვა განჯა აქ არ შეიძლება მოდის პატრული უწევს ჯარიმას ის კაციც ხო ხელფასზე მუშაობს ის დისტრიბუტორი კაცო ვინც არის მე იმედი მაქვს რომ ამ კუთხითაც რაღაცა გარკვეული ნაბიჯები გადაედგმება რადგან ეს ხალხს ეხება ეს ელემენტარული გასაკეთებელია სასწრაფოდ გასაკეთებელი ეს ხალხს ეხება და ეს ხალხის პრობლემა არის და ხალხის პრობლემა ხალხის კისერზე არის და ამიტომ ამ კუთხითაც მიუდექით ძალიან თქოთ თქვენ ხელშია ეს ყველაფერი თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ როგორც გაკეთება ისე გაუმჯობესება შეგიძლიათ მე კიდევ ვიმეორებ საქმის გამოსწორება ეს ცუდი არ არის კარგი არის და სიცხვილე არ არის ის რომ აღიარებ შენ რაღაც შესაძლოა დაუშვი პირიქით ეს ვაჟკაცობა არის და ამ შესაძლებლობას გამოასწორებ გაიგე ახლა ხო ხედავ აგე ვართაც დიდი ნაბიჯი გადადგა ხელისუფლებამ კიდევ მე და იმასთან დაკავშირებით რომ ამ ბავშვებთან დაკავშირებით გამოიყო დაფინანსება და რაღაც გარკვეული განაცოდი ხელისუფლება კი არ იყო წინააღმდეგ ამაზე იმაზე მაგრამ ვიღაცა პოლიტიკური კუთხით იყენებდა არა ხელისუფლება მზად იყო მაგრამ რა შედეგებით თავდებოდა არიცო შეიძლება სუდი შედეგები მოეტანა ამ ბავშვების უფრო იმწამლებს კაცო არ იცოდნენ ბოლომდე არ არის ეს არ იყო ეს გამოკვლეული აპრობირებული როგორც კოვიდზე ასწრეს ხალხი და არასწორად აცრეს ხალხი სულ არ იყო ხალხი ასაცრელი კი ბევრი უარყოფითი შედეგი და ქვეყანა ხალხი რაღაცები გაუჩნდა იმ აცრების შემდეგ ხალხს რა 1000 პრობლემები შეექმნათ ხალხს ჯანმრთელი ხალხი დაიღუპა მაგაცრების შემდეგ ბევრიტო მერტ ვაწყოს მათესულები. აგერ პატრიარქის ჩართულობით, შიომესამის ჩართულობით მოხდა ამ ბავშვებთან მიმართებაში ეს მედიკამენტების შემოტანის საკითხი გადაწყდა. შემოიტა სახელმწიფო 5 მილიონი და 10 მილიონი სახელმწიფოს გადაწყდა. მაგრამ არა ამიდა გითხრა ეს ბევრი ამას იყენებდა პოლიტიკური კუთხით. რა არის პოლიტიკური სარჩული მიეცა მაგას. თავიდან აგურეს. აბა გადაგერთო ერთი ლიბერალისტურ ტელევიზიებში რა ამბავი იყო მაგ წამოწეს შემოტანას. ეს ყველაფერი კარგი არის. ასაც კარგს აკეთებთ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და ყოველთვის ვიტყვით იმას რომ კარგია კარგს აკეთებთ და რაღაცები ახლა თუ გამოსასწორებელი არის გამოსასწორებასაც არ უდგას წინ არაფერი ეს პირიქით უკეთესი არის რომ თქვენ ეს რაღაც გადასტომები გააკეთეთ და მე იმას გამოასწორებთ ამას ეს არის უკეთესია პირიქით ხალხი საზოგადოებას კარგად გაიგებს გაიგეთაშია საქმე ეს კარგი არის ის რომ ბავშვებს დააფინანსებთ უკვე და ბავშვებს მიეცით ეს მედიკამენტები კარგი არის რომ ჯარიმასთან დაკავშირებით მუშაობთ და ახლა ისა პაპუაშვილი გამოვიდა ბატონოზაზა და პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება ჩვენ თითქოს ვიცოდით რომ ეს წოლოგიანის კომისია რომელიც კომისიას შეიქმნა და დასვენები რომ რეალურად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ეს იყო დანაშავეთა პარტია და ეს იყო რეჟიმი ეს დამტკიცდა უკვე და შემდეგ გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს და რაღაც გარკვეული ამას ისეთი სახე მიეცა და გაიწერა და თითქოს და უკვე მივიწყებას მიეცა მაგრამ პაპუაშვილი გუშინ გამოვიდა და თქვა რომ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს
დავიწყებთ დაჩქერებული წესით განხილვას ამ საკითხებისას და პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება მიღებული გადაწყვეტილება და ამ პარტიებს გავაუქმებთ. ეს ხوار ნიშნავს იმას ბატონო ზაზა რომ აი ეს წამწნეხიდანაც გამოძრნენ ესენი რომელიც ზეწოლებიც იყო დასავლეთიდან და შესაბამისად ვერ უძლებდნენ ამ ზეწოლებს და რაღაც გარკვეული ის გამოიწვია შეფერხება სწორედ ამ ზეწოლებმა აი ამ საკონსტიტუციო სასამართლო მიმართებაში. ყველგან ზეწოლა აქვს ჩვენ ხელისუფლებას. ევროკავშირიდან მით უმეტეს ზეწოლა არის. ეხლა გვემუქრებიან კიდევ ვიზა ლიბერალიზაციის გვემუქრებიან რომ გავაუქმო ვიზა ლიბერალიზაციას. რაზე გვიუქმებ? თუ ქართული ხალხს მიეცით, ქართულ ხალხს მიეცით. თუ ხელისუფლებას მიეცით, მაშინ უთხრათ ხელისუფლებას გაუქმეთ და ქართული ხალხი ივლის. ნუ ვიცით ხელისუფლებას, ამ ვიზა ლიბერალიზაცია წასვლას ევროპაში და მაგრამ იცი რა არის? თან სჭირდებათ ეს საქართველო. ეს გზა ევროპაში რო გავიდეს რაღაცები იეფი მუშახელი არის ბიჭო ქართველი კაცი იქა იეფი მუშახელი არა მაგას დაანებენ ჩვენ დიდიერი არა ვარ თუ იეფი ისეთი არის იეფი მუშახელი არა კი ის იმაზე არ მუშაობს იმ 700 ევროზე ის რაც სხვა რასაც ქართველი აკეთებს იმ 700 ევროს გულისათვის მაგრამ მეორე რამეა ეს ტრანზიტული გზებისთვის სჭირდებათ ეს ნავთობი გავა გაზი გავა თუ რა გავა აქედან რომ სავაჭრო საქარავნო გზებიო როგორც ძველად იტყოდნენ ამაზე გადის საქართველოს ვერ აუგლიან გვერდს 1000 ჭორებს ამბობდნენ ხო გახსოვთ ბატონ ტრესტა რომ აუ საქართველო გამრიყულია ავსიო სასომხეთიდან და აზერბაიჯანიდან გავა სად გავა აზერბაიჯანიდან სად გავა სასომხეთიდან სად გავა ირანში გავა ხო უნდა დაფიქრდე და ეს ხალხიც აუ ხელისუფლება რას აკეთებს გერა უძლო ამას და ლავირებდა როგორც შეეძლო და რანაირადაც შეეძლო და თუ არ უნდა ევროკავშირს მაშინ დაგვანებოს თავი რა ხალხის არჩევანს პატივი უნასეს ევროკავშირმა ვისაც ავირჩი აგერ სასომხეთში ბატონ ტრესტა ჩატარდა არჩევნები 10% დაითვალა ჩახრა შუქები გამოაცხადეს ფაშინიანმა გაიმარჯვა ჯარით შევიდეს ჯარები შეიყვანეს საარჩევნო უბნებში ხალხი დაიჭერა კაცო ხალხს იჭერს კიდე იქ დაიჭერა კომისიის წევრები დაიჭერა ეს დაიჭერა ხო საშინელება მაგაზე არა ესეც ხო ჩვენს გვეყება მაგაზე ჩვენ მე გადავალ ჩვენ რო ეს გამოკეთებინა საქართველოს რო ეს ჩაედინა ხელისუფლებას აუ ჩვენ რაზღვის ჯერ არაფერი გაკეთებულა ისე და რაზღვიზავდნენ რამდენად დამაჯერებელი არის დღევანდელ დღესთან დაკავშირებით პაპუაშვილის განცხადება და რამდენად ესე იგი ისინი გაართმევენ თავს და არის მივიდა თუ არა ბოლო ხელისუფლება იმ დასკვნამდე რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტერორისტული ორგანიზაცია და კაცი ჭამიები და ეს ლიბერასტები და ეს სატანისტები უნდა გააუქმონ უნდა გაუქმდეს მაგი უნდა გაუქმდეს არა ხელისუფლება რამდენად გაართმევს თავს ამას მე მგონია გაართვეს ხალხი იმედით ცხოვრობს და ყველაფერს თავის დრო და ისა რო ეთქვა ყველაფერს აქ მაპატეთ ამჯარგული პრიძელი რა ყველაფერი არის პრიძელზე ეხლა საქართველოში დღეს არის ყველაფერი პრიძელზე სამართლიანობას არ აღადგენთ ნაციონალურ მოძრაობას არ გააუქმებთ მის დანაყოფებს ყველას ვინც ნაციონალურ მოძრაობაში თანამდებობები ეჭირათ და ექმნიდნენ და იყვნენ ერთ-ერთი წამყვანები რო იტყვიან ესენი ყველანი უნდა გაუქმდნენ მაგათი შექმნილი ყველა პარტიები და არ უნდა მიეცეთ მაგაც ვაფშე საერთოდ პოლიტიკაში ჩარევის უფლება რა. აი ესეთი რაღაცნაირი კანონი უნდა გამოვიდეს ესეთი, მიიღოს ვერდიქტი სახელმწიფომ და არ შეიძლება რა. ფაშისტებს როგორც აუგზავნეს გერმანიაში და ვერ მოვიდნენ, აი ესეთი ხალხი არ უნდა იყოს საერთოდ მასამაგერად მათი შვილიშვილები არიან, მოსულები და ანგრევენ მსოფლიოს, ხო უყურებ. მათი ახლა შვილიშვილები არიან, ხო, გერმანიაში, იმაში, ხო ვინ არიან? მერცის ბაბუა ის იყო, კონსულატის ნაჩალნიკი იყო ხალხს. ხო, ნახეთ ახლა ხდება ბატონო ზაზა. ნუ ახლა ნაციონალური მოძრაობა ეს თავის სალსახა არისო და მასთან არსებული განაყოფები ეს რომეთყვი განშტოებული ნაციონალური მოძრაობა და მე წარმოგთვინე პოლიტიკური პარტიები ესენი უნდა გააუქმდეს. ამას მე დიდი ხანია ვამბობ და ყოველთვის ამ პოზიციაზე ვარო. ეს არის დამნაშავეთა პარტია. ამ პარტიამ ქვეყანა ატარა ჯოჯოხეთის გზაზე. ამ პარტიამ ქვეყანა აცურავა ადამიანების სისხლში. ეს პარტია არის ის პარტია, რომელსაც პარტიამაც ქვეყანა მიიყვანა უბსკურის პირად, დაგარგა ტერიტორიები, გაასხვისა ტერიტორიები, გაასხვისა ქვეყანაში არსებული ყველა სტრატეგიული ობიექტები. ელექტროსისტემა ყველაფერი, ხო? მიწები გაყიდა ქართული. გაყიდა მიწები, დაატერორა ბიზნესი, დახოცა ხალხი. ნუ ერთი სიტყვით თუ რამე სადასი ხელი მიუწვდა და სადასი მაგათი ფეხი დაეძმებოდა, ხო? ყველა აი უკვე ნაცარტუტად იყო ყველაფერი ქცეული, ხო?
ხო და ახლა მეტი რაღა გინდათ ვერ გავიგე ამაზე ერთი კითხვა ამაზე მე საბაბი რაღა გინდა რომ გაუქმდეს ეს პარტია და ეს რაღაც ტერორისტული ორგანიზაცია ნაციონალური მოძრაობა აი ისეთ პარტიებში რო არიან დაუშვათ ყოფილი ნაცები დაუშვათ ლელოში ხო ის თანამდებობის პირები რო იყო და ვისაც დანაშაულში მონაწილეობა მიღებული ხო როც წევდნენ ხელს ყველაფერს მე ლელო მაგას ის არის წარმონაქმნი პარტია მაგას ის უნდა გაუქმდეს ყველა პარტია ხო ლელოც უნდა გაუქმდეს ხო ახლა ნახეთ რა ხდება ამას გააკეთებთ კაცო ეს უკვე ჩათვალე და სამართლიანობა აღდგება და უკვე ხალხის უკვე დაკმაყოფილდება იმასთან დაკავშირებით რომ თქვენ მართლაც გადადგით ნაბიჯი და მართლაც ხალხის მხარეს დადეკით ეს პაპუაშვილო მოიყვანეს სისრულეში რაც გამოდიდა რაც გააკეთე რაც თქვი და რაც გითხარი და წართვეული ქონებების რასაც დაგვედი რომ აუცილებლად გააკეთეთ და გაადგართ ინაბიჯს რომ თქვენ გააუქმეთ ამ პარტიებს და გააუქმოთ და დამიჯერეთ და მეწმენთ იმაში რომ მე ხალხში დავდივარ და ხალხთან მაგურთირდობა ძალიან დიდი კმაყოფილება გექნებათ ხალხის მხრიდან. ეხლა აქ თვითონ ახლა ასე ვთქვათ რა ისედაც უკვე თვითონ იშლებიან როგორც ჩანს ანიწითლიძე გამოვიდეს ვიღაცა რო არის ხო ეს რა უნდა მაგას პოლიტიკას ბიჭო ვაფშე საერთოდ პოლიტიკოსები სად გამოჩეკეს ეს ვიღაცა კაცო დაუსრულებელი ადამიანი გაიგე ხო და გამოდის და პირდაპირ ამხილა ეს გვარამია ამხილა რომ ჩვენ რომ შეერი ვკდებოდითო მაგე მილიონებს ჭამდაო გაიგე მილიონებს იდო ჯიბეშიო და მათ შორისო იქო ისავზებდა ფულებს კიდევ ქართული ოსნების სცენიო რა იქიდან ფინანსდებოდაო თებერაშია საქმე რასაც აქვს საქმე კაცო და ერთმანეთს უკვე დაუწყეს ნიღაბი ჩამოხს ახლა ანიწითლიძეს რაცა ის არის დაუსრულებელი ადამიანი და უარყოფითი მოვლენა ქვეყანაზე ეს ჩვენ ძალიან გადვიცით მაგრამ ეს თვითონ ერთმანეთში დაიწყეს უკვე ჭამა და ღრნა აიგე და იმიტომ რომ ფულები აქვს ყველა მიცის ვირა წაიღო და ეხლა იმას რო გამოელი ამას მეტი წაიღო ეხლა სთხოვს არ აძლევს აბა რა სიზავე რამდენი ფული აქვს ნაშოვნი მაგას ვინმე უკან მოატანია ნაციონალიზმს ფული? მიშას ხელისუფლებას ფული რამე დააბრუნებინეთ? მიშას მოატანინეს? მიშას მოატანინეთ თვითო ქონებას რატო არ ართ ის ერთლარად რო დედამის ნაყიდი აი გეკითხები ხელისუფლება ომის დამთავრდა თუ არა ერთლარად აგვისტოს ომი მორჩა თუ არა ის სამდღიანი ხუთდღიანი ომი მეორე დღეს დედამისმა ამხელა გპის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ამხელა შენობა ნაგებობები და ყველა ბევრი და ერთი საერთოდ რა აქვს გაკეთებული რა აქვს ნაყიდები ხო არის ეს რეესტრის სამსახური ყველგან სადაა გადაფორმებული ვიზია არაფერს არ და იმას ვისაც საწყალხას რამე წაართვეს ან რაღაცა ეკუთვნის სახელმწიფოსგან იმათ არაფერ წაართვით ამათ გაუყიდეთ ეს ქონებები და იმ ხალხს დაუბრუნეთ შესაბამისი თანხები რა თანხებიც იყო მაშინ ხალხი სახლებიდან გამოასახლეს და სახლებიდან ხალხი ბიზნესი ქონდა რაღაცა ჩადებული ქონდა სახლი და რაღაცა ორკაპი შეულობდა დაიჭირეს ეს კაცი და ვიღა გადაიხდა იმპულსი წაიღო TBC ბანკმა ქონება წაიღო TBC ბანკმა წაიღეს ქონებები ხალხის რაღაცა პატარა წარმოებები რაღაცას ხალხი თავის ჩალენ ყველას მოკიდეს ხელი წაიყვანეს ჩამოვარდ მიეცით ხალხს გამოყავით და მიეცით რა ეკონომიკა წინდის ბიუჯეტი ამხელათი იზრდება რამდენია უბრალოდ დათვალეთ და ხალხსაც მოელაპარაკეთ რაღაცაზე და ხალხიც წამოვა შეხვედრა ნაბიჯებზე და გადაუხადეთ ის კომპენსაციები რა ეკუთვნით ფერმა ხო აიღეს კომპენსაცია თქვენ ხო კარგად იცით ფერმა აიღო კომპენსაცია თქვენ თუ აიღეთ კომპენსაცია არა ბატონო თქვენ აიღეთ ვინ გვაძლევს ჩვენ კომპენსაციას ან ვინმე რამეს გვეკითხება ძალიან ცუდი არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მართლაც ეს გულსატკენი არის, მაგრამ ჩვენ არა ვართ მოწუწუნი ადამიანები. ჩვენ თუ ვაკეთებთ საქმეს, ვაკეთებთ საქართველოსთვის და გავაგზავნეთ ამ საქმის კეთებას და არა იმიტომ რომ ვიღაცას წამოაყვედროთ, რომ იცი რა მე ეს გავაკეთე. ჩვენ დადები ხვა და წადი გაიარე, ხო? და რაღაც მადლი დადები წადი გაიარე. ამ პოზიციით ვართ ჩვენ და ამას ვაკეთებთ, ამას გავაკეთეთ ბოლომდე, სანამ ჩვენ პირში სული გვიდგას, რადგან ჩვენ ვიცით რომ ჩვენ თუ გავჩერდით, ხო, აქ უკვე სხვანაირი მდგომარეობა შეიქმნება ამ ქვეყანაში და ეს ლიბერალური ბინძური იდეოლოგია უკვე აფიტეპით იწყებს განვითარებას. ეს პროცესი თუ შეიძლება რაღაც დღეს არის რაღაცა ცოტა შეჩერების იმაში, ხო ეს ჩვენარი ხალხიდან არის ყველაფერი და ჩვენარი ხალხის ორგანიზებული მოქმედებიდან გამომდინარე არის და ხელისუფლებამ აი სწორედ უნდა გააკეთოს და ასეც არის რომ ასე რაღაც მსგავსი ნაბიჯები, შეღავათიანი ნაბიჯები გადადგას საზოგადოებასთან მიმართებაში, როგორც ახლა აკეთებს და ეს საზოგადოება არის თქვენი
იმიტომ რომ ხალხმა აგირჩიათ, ხალხი არის თქვენი დამკვეთი და თქვენ უნდა შეასრულოთ ხალხის დაკვეთა. ხალხის დაკვეთა კიდევ ის არის, რასაც თქვენ აკეთებთ. ახლა ამ დროს ჯარიმების შემსუბუქება, ეს რაღაც გარკვეული სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით უკვე მუშაობა და ამ ტერორისტული ორგანიზაციების გაუქმება, რომ უნდა გაუქმდეს ეს პარტიები და ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერთქვეს და რომელიმე ადამიანებას ნახეს სერიოზული ზარალი ფაშისტური რეჟიმის დროს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ის ადამიანები და იმ ადამიანებთან უნდა მიხვიდოთ, დაუძახოთ, დაიბაროთ და უფრო სიღრმისეულად შეხვიდოთ მათ ოჯახებში და გაიგოთ მათი პრობლემები. აი ეს არის საქმე და ეს იქნება საქმე თქვენი მხრიდან და ამას კი რაღაც ნაბიჯები გადადაგეთ, მაგრამ უფრო მეტი აქტიური ნაბიჯები უნდა გადაიდგას, გაიგეთ და უფრო მეტი ყურადღება არის ხალხის აქე უნდა გადმოსვლა ხალხისაკე და მეტი ის არის აქტიურობა ხალხთან მიმართებაში საჭირო და იქ სხვა საგარეო პოლიტიკას დასალაგებელია, მაგრამ ახლა ჩვენ ერთი გვაქვს დასალაგებელი მარტო რუსეთთან, სხვა არაფერი დასალაგებელი არ აქვს და თუ ამის დალაგება უნდა აკეთებდეთ ჩვენთან და ჩვენთან უნდა დაალაგოთ. კი ბატონო. კი ბატონო. რუსეთთან აუცილებლად უნდა დაალაგდეს მდგომარეობა, იმიტომ რომ ტერიტორიები გვაქვს დაკარგული ბატონო ზაზა. კი და სალაგარაკოა რუსეთთან. ამა დაბრუნება ჭირდება გაიგეთ. არა, ევროკავშირი ვერ დაგვიბრუნებს და ვერც ამერიკის შეერთებული შტატები. მე მაგაში დარწმუნებული ვარ. ჩვენი ტერიტორიის დაბრუნების გასაღები დევს მოსკოვში. აი ამ და უნდა ველაპარაკოთ რუსებს. აუცილებლად უნდა ველაპარაკოთ რუსებს. თუ გინდა რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ქართველი კაცი არ შეგუება აფხაზეთი და სამაჩაბლოს დაკარგვას. არა, ესენი რას ამბობენ? ესენი ამბობენ შებრუნებით. ჯერო დაგვიბრუნოსო, ისა რა ქვია. და მე ვილაპარაკო. მე რაზე უნდა ელაპარაკო? მე უნდა დავიდოს რაღაც გარკვეული პატარა ისეთი მიუნიშნოს საკითხებზე საუბარი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ სიღრმისეულად ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით ახლა რომ მისასვლელი ხარ იმ ადამიანთან და გასარკვევი გაქვს ყველაფერი. გასარკვევია, მაგრამ რატომ წაგართ არის ის წაგართ ეს ტერიტორიები ხო უნდა გაარკვიო კაცო და ხო უნდა ვიცოდე რომ რა ის ვინ არის ამაში დამნაშავე? მარტო ხელისუფლება არ არის დამნაშავე, ჩვენ ტერიტორიები დავკარგეთ. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. იმას ყავდა ის ფარველები რომლებმაც დააწყებიეს ეს ომი, ეს უაზრო ომი და დავკარგეთ ჩვენ. სანამ 30 დღედან გამოიყვანათ მაინც გაეროს ეგეთი დგარი ცისფერჩაფუტიანები, რუსები, რომ დაუშვეს პირდაპირ სადაც იდგენ და დახოცეს პროვოკაცია იყო მე. პროვოკაცია იყო, აბა რა იყო მოწყობილი. დასავლეთმა შეუწყო ხელი ამ ომის ამერიკელია მაკეინი იყო ესე იგი ერთადერთი მთავარი მოქმედი პირი იმასთან დაკავშირებით რომ საქართველოს კვლავ ჩათრეული იყო ამ წუმბეში გაიგე და აღმოჩენილი იყო ასეთი მსგავსი პრობლემების ეს იყო მაკეინი პირდაპირ კავშირზე იყო სააკაშვილთან კაცო და მაკეინი იყო რომ უნებოდა დაევა მიშა დაიწყე მიშა ყველაფერი დაგეხმარებით მოგვეხმარეთ რა მოგვეხმარეთ ერთი გემი შემოვიდა პამპერსი და წყალი შემოიტანა ვისაც უნდა შენი პამპერსი და საქართველოს წყალს მია რა გვინდა თქვენი წყალი და პამპერსი მეორე რამეც არის ბატონ ტრისტა რა ხალხი აი გაუცადებ მდგომარეობაშია ეს სამოქალაქო სასამართლოების თემაზე რა დიახ საქმეები იწელება სამოქალაქო სარჩელები არის შედის 5-6 წელიწადი როგორ შეიძლება ერთ საქმეზე 5-6 წელიწადი განიხილავდეს საქალაქო სასამართლო ბიჭო ბევრი საქმეებია ბევრი საქმეები მე დაამატონ მოსამართლეები ანის მოსამართლეები გამოცვალეთ რომლებიც მიშას დროს იყვნენ ზუსტად ისინი აჩერებენ იმ საქმეებს მაგას აღარ გამოწვიან ახლა მე მაგათ აქვს უადო ის აქვს უკვე უადოდ არჩეულები არის უადოდ და ვადა არ აქვს ღმერთს მარტო რა მოსამართლე უადო რო დააშავოს მოსამართლე მაინც უადოდ უნდა იყოს არასწორი კანონი რო არასწორად გაასამართლოს კაცი მაინც უადოდ იქნება ასე გამოდის აბა იმ როგორ უნდა ასე გამოდის ქვეყანა ხარ და სახელმწიფო ხარ და შენ ხმი კანონებს ეს კანონები მაგით სამუდამო მოსამართლე არ უნდა იყოს. შეიძლება იყოს 10 წლით, 5 წლით, 15 წლით, სამუდამო. და იმას ასაც უნდა იმას და იმის მოსამართლემ არასწორად ჩაიდინოს, რაღაცა დააშავოს. იმას როგორ აღჭით? იმ უვადო მოსამართლეს ვიხსნის? ბატონო ზაზა მოსამართლეები რა მოსამართლე ხო უნდა იყოს მოსამართლე რა როგორ შეიძლება 5-6 წელიწადი ერთ საქმეზე არ გამოდის არაფერი და მიაგდებენ საქმეებს როგორც პროკურატურა მიაგდო ბევრი
ნაცების საქმეები და ამ ბევრი იმის საქმეები ისეა სასამართლოც აღდგა. გადაგიდო და წავიდა და წავიდა. სახელმწიფო სისტემა არის ასეთი შექმნილი, ამ სისტემას უნდა სისტემა საერთოდ შესაძლებელი. თავიდან ბოლომდე უნდა მე გადახარისება, უნდა მთლიანად გამოცოცხლება, უნდა მთლიანად ახალი სისხლის გადასხმა უნდა ეროვნული სისტემის შექმნა უნდა, ეროვნული სისტემას მე გულისხმობ ხალხზე მორგებული სისტემა უნდა შეიქმნას, ხალხისათვის უნდა იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ ვართ ახლა ასეთ რაღაც მოჯადოებულ წესზე დავდივართ და მოჯადოებულ წესზე სიარული კიდევ რამდენი ხანი გაგრძელდება კაცოშვილმა არის ის. ხალხი იცი რა დასვენება მივიდა? ამემა სისტემა არ შეცვალეს. ისე მისა სისტემა მუშაობსო აი ესე ამოწყავს. ხო დავდივარ. მეუბნები ბიჭო რატო მუშაობს მისა სისტემა ის? აბა ნახე როგორ არისო. თან ამ ბოლო დროს ეს დაჭერები რაღაცები რომ ისევ გაგრძელდა, აუ დაბრუნდან რა და მიშადო ამოვიდაო. ეს მიშადო ამოდის რა. მიშადო არ არის მე დაგვიფაროს მან. არა, სიტყვაზე ვამბობ რა, ხალხს ეს დაჭერები არ მოქმედებს რა, ხალხზე სულ იმას ტოვებს, შეგრძნებებს რა. ბატონო ზაზა, ეხლა თქვენ დაჭერებს შეეხეთ და რაღაც იმას შეეხეთ, მოკლედ აი ამ ადამიანების თავისუფლების აღკვეთებს შეეხეთ, გაიგე. გავრცელდა ინფორმაციები თავის დროზე, რომ თითქოს ხელისუფლება ანთავისუფლებს იმ ადამიანებს, რომელმა ადამიანებს მიიღეს პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმში მონაწილეობა და მათ შორის ძალიან ესე იგი სერიოზულად დაიდო ეს ინფორმაციები, რომ თითქოს ხელისუფლება ათავისუფლებს ბურჭულაძეს, დადირაძეს და სხვა სხვებს კიდევ იმ პოლიტიკურ ლიდერებს. და ნუ ამას ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში, რას ვქვი ახლა მართლაც რომ ბიჭო ეს რომ მიშასოს გაეკეთები და დახრეტილი ექნებოდი ადამიანი ახლა, მაგრამ დღეს დადასტურდა ის 4 რევოლუცია მოწყობას θέλω ბატონო დღეს მოიცა 4 რევოლუცია მოიცა კითხვა დავამთავრებინე რა დავამთავრებინე კითხვა დღეს დადასტურდა რომ არათუ ეს ლიდერები არამედ ესე იგი შეთავაზება არის ასეთი პროკურატურაში და ლოგიკურიც არის ვინც აღიარებს დანაშაულს აქ არ არის საუბარი ამ ლიდერებზე იმ ადამიანებზე რომელი ადამიანების ბრმად მიიყვანეს იქ გამოიყენეს ვინც აღიარებს დანაშაულს რომ რეალურად მათმა ჩაიდინეს ეს დანაშაული პროკურატურა მიდის მათსა საპროცესო შეთანხმებაზე და ათავისუფლებს მათ სასამართლო დარბაზიდან 3 წლის პირობითი საჯელით გაიგეთ ახლა ეს რამდენად ჰუმანური ნაბიჯი არის ხელისუფლების მხრიდან აი ამ ადამიანთან მიმართებაში ვადონდრესთან ერთი რამე ვთქვათ რა ის ხალხი სად არის ის ხალხი ვინმე დაიჭირეს და არიან რუსთაველზე კოქტეილები მოლოტოვის კოქტეილები არიან დაჭერილები ის მაშხალებს რო ისოდე მაშინ ისინიც გამოუშვა არა ის არა იმათანაც წავიდეს საპროცესო შეთანხმება ახლა რა არის იცი გეტყვით აგერ უბრალოდ ეს არის ის კონტინგენტი რომელი კონტინგენტზეც არის საუბარი დაუშვათ იქ ღობეს გადანგრევასთან დაკავშირებით გაიგე ამაცია საუბარი ღობეს დაეჯაჯულენ გადაინგრა ხო რა მოხდა რა რა მოხდა კაცო სახელმწიფო ისა ობიექტი არის და პრეზიდენტის რეზიდენცია არის და მისი შტურმს აკეთებს ხო და რა ქნან ეხლა ქართველები არიან გულანთებულები იყვნენ ეჯერათ ამ ლიდერების ეჯერათ რომ გაიმარჯვებდნენ ხელისუფლება შეცვლიდნენ შეცდომაში შევიდნენ აი ნახე მოინანია ბევრმა თქვა რომ მოვდივარ საპროცესო შეთანხმებაზე დიახ ხო და ახლა ამიტომ გითხარით ესე იგი ანუ ხელისუფლებას რომელსაც ახალგაზრდები არიან ხელისუფლებას რომელსაც ესეთი უწოდებენ დიქტატორს უწოდებენ და უწოდებენ იმას რომ ესე იგი ესენი არ არიან ადამიანებისთვის ანუ ხელისუფლებამ გამოიჩინა ჰუმანურობა ამ ადამიანთან უნდა გამოიჩინოს ახალგაზრდები არიან ბევრი ზოგი მოხუციც დავინახე და ქალბატონიც დავინახე ცოდვები არიან რა მოხუცი ადამიანი ბიჭო გასაგებია ცოდვები არიან სად მედიხარ ვის მიყვები და რას აკეთებ ხო უნდა გაითავისოს ხო იცით ბატონო შეძახილმა ხე გაახმონდა იმდენი შეუძახეს რომ აი ახლა მოვდივართ 4-ში მოვდივართ 4-ში და ბოლოს გამოვიდა და თან იძახიან ახლა გამოდიან ის ტელევიზიები ხო იცით რომლებიც არის მაგათი ტელევიზიები და ამბობენ რომ ის არის სინდისის პატიმრები არიან სირცხვილია ვის აქვს რობსადა სინდისის ნამოს ვის აქვს მაგათ რომელ სინდისის ნამოსი ვის აქვს მაგათ ბიჭო სინდისის ნამოს რო ქონდეთ მაგათ საზოგადოებაში როგორ უნდა გამოდინონ როგორ უნდა ყოფდნენ თავს ადამიანი რომელიც ებრძვის შენი ქვეყნის იდენტობას ადამიანები რომლებიც ებრძვიან შენს ეკლესიას წვენას ოჯახურ სიწმინდეებს და ასე შემდეგ და ასე ადამიანები რომლებიც ებრძვიან პატრიარქს ხო და ისინი ჩვენ თავზე გვამხობენ ყველაფერს და ადამიანები რომლებიც ებრძვიან ჩვენს ისტორიას კულტურას და აი მეროვნულობას იმათ სინდისის ნამოსიათ კაცო
ხო და მაგას ეძახიან სინდისის პატიმრებს, გაგკივიან 24-ისა სინდისის პატიმრებს, რა სინდისი? ჯერ თქვენ არ აგაქვთ სინდისი, ვინც გამოდიხარ და იძახით რა. ჟურნალისტებს არ აგაქვთ ბევრ ჟურნალისტს სინდის ნამუსი, გაწყვეტილი გაქვთ. სინდის ნამუსის ზარღვი რა ჟურნალისტებს რა. ხართ ზომბირებულები, ხართ ჩაციკლულები ერთ რაღაცაზე და ყველაფერში ერთი კაცია თურმე საქართველოს დამნაშავე ბიძინაევანში დაანჩენები, ყველა ყოფილა ნანგელოზე. ბიძინაევანიშვილი არ ყოფილიყო საქართველოს. ბიძინაევანიშვილი არ ყოფილიყო საქართველოში, ეხლა ბომბების ცეცხლი იქნებოდა. ლომჯარია და ესეთები რო ყოფილიყო. ლომჯარია ბომბები. ხო და რა ფასად შეინარჩუნა ბიძინაევანიშვილი ეს სიმშვიდე. ჩვენ დავინახეთ. რა უქნეს მაგის ქონებას აქტივებს იქ შვეიცარიის ბანკში ეს არ მომხდარა არასდროს. დაჟე ფასიტურ გერმანიას არ უქნია, რაც ახლა გაუკეთეს შვეიცარიაში გააკეთეს, ამ სამარცხენ. ჯერ ლუბოი ქართველზე სადმე რამე თუ აქ და ართმევ მე გული დამწყდება. ვინც გინდა იყოს, იმიტომ რომ ესეთი ფორმით რო წაართმევენ. დიახ. ესეთი ფორმი. კაცმა 10 სასამართლო მოიგო და მაინც იმაშევა. მაგაზესაც ხო თქო ბატონო ბიძინამ გამოვიდა თქვა რომ შეველები მაგასაც ვითომ არ ამქონიაო რა ესე გამოვიდა ლაბარაკში. კაცმა შეინარჩუნა მშვიდობა რა რატო უნდა გვინდოდეს ად გვინდა ცეცხლის ბომბები ამ ქვეყანაში რა საჭიროა ან რასთვის ჩვენ უნდა დამშვიდეთ ჩვენ ერთი რამე გვაქვს მოსაგვარებელი როცა ქართველი კაცის უსაფრთხოება მოგვარებულია ქართველი კაცი იწევს განვითარებას მეცნიერებაში კულტურაში ყველაფერს საკითხებში სოფლის მეურნეობაში და 1000 რამეს გააკეთებს ქართველი როცა ისო საფრთხე არ საიდან არ ემუქრება საქართველოს ხო მაგრამ მაგის მოგვიშպես რაღაც მეცნიერება გქონდა არც სოფლის მეურნეობა ყველაფერი წალეკა მიშამ ჩარეცხა ყველა პროფესორ მასწავლებელი მეცნიერების აკადემიები რავი რა არის ინსტიტუტები დაყიდეს ყველაფერი დაყიდეს გააუქმეს ქვეყანა აგრა საქართველოს გეორგია რო დაარქვეს იყო სოფლის მეურნეობის და აგრარული ქვეყანად ითვლებოდა. სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი აღარ აქვს. ვეტექიმს არ უშვებთ. ხო ბენდუქიზენ ხო იმას საკრეფო. ჯერ როგორ იყიდეს, ჯერ როგორ შეიძლებოდა ინსტიტუტების გაყიდვა. თუ უნდოდა აეშენებია ფულის მეტი რა ქონდა ბენდუქიზის. ეს ყველაფერი სადაც რამე გაკეთა კომერციული სახელმწიფო ობიექტებში და სახელმწიფოს რაც ეკუთვნოდა ეს ყველაფერი არის უკან დასაბრუნებელი. სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი ექმებოდა დღეს რო ყოფილიყო უნდა აღდგეს ფიზკულტურის უნივერსიტეტის უნდა აღდგეს იმიტომ რომ მასაჟისტები გამოდიოდნენ რაღაცები გამოდიოდნენ ამ სპორტსმენები გამოდი ჩამოყალიბებული სპორტსმენებისთვის იყო რაღაცები თელი განხრებით იმას შვებოდნენ სწავლობდნენ იქ აღარ დარჩა რა კარგი ბატონო ზაზა ჩვენ დრო ამოიწურა ჩვენ ძვირფასო ტელემაყურებლები ყოველთვის ვართ იმ პოზიციაზე რომ მართლაც უნდა ხელისუფლება აკეთოს საქმე და ხალხის საქმე უნდა აკეთოს ეხლა ჩვენ მივესალმებით იმ ნაბიჯების გადადგმას დღევანდელმა პრემიერმა და გააკეთა განცხადება და ყოველთვის ჩვენ ვიქნებით იმ პოზიციაზე რომ ყველა კარგ საქმეს კეთებაში ჩვენ ხელისუფლებას ვეთქვით მადლობას რადგან ეს არის ხალხის საქმე და ხალხს ჭირდება და თუ რამ თუ დაშლიო გვერდსაც დაუდგებით კიდევ აუცილებლად იმიტომ რომ როცა ხალხის საქმე კეთება და როცა ადამიანის გვერდიც არის ხელისუფლება ჩვენც იქავართ სადაც ესე იგი ხელისუფლებას ჭირდება და ამიტომ კარგი არის რასაც კარგ გავაკეთეთ საზოგადოებისთვის და საზოგადოებას თქვენთან იქნება და საზოგადოებას ხარს დაგიჭერს ყოველთვის და რასაც ცუდს გააკეთებთ იზმის გამოსწორება შეიძლება და ცუდის გამოსწორება ეს არის ვაჟკაცობა და ეს არის მართლაც ქართველი კაცის ღირსება და ყოველთვის მივესალმებით თქვენს კაი საქმეებს და ცუდები გამოასწორეთ. ძვირფასო ტელემაყურებელო ვამთავრებთ ჩვენ გადაცემას, კარგად მზადებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.